გამარჯობათ. მე დღეს მინდა ჩავწერო რამოდენიმე ვიდეო გაკვეთილი, რომელშიც დაწვრილებით იქნება მოთხრობილი რა არის კომპიუტერი, როგორ ავარჩიოთ შესაძენად კომპიუტერი, როგორ ვიმუშაოთ მასთან, როგორ გავუფრთხილდით და როგორ გავწმინდოთ ის სისტემური ფაილებისაგან, ნარჩენი ფაილებისაგან, ან თუნდაც ინტერნეტიდან შემოსული მავნე პროგრამებისაგან. ამ გაკვეთილების ჩაწერა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ამ ბოლო დროს რატომღაც ძალიან ხშირად მოდიან ჩემთან ასაკოვანი ხალხი, უნდა მეთქვა, გამავიწყდა, რომ ეს ჩემი გაკვეთილები ძირითადად გათვლილი არიან იმ ასაკოვან ხალხზე, რომლებსაც ჯერ შეხება არ ქონიათ კომპიუტერთან და რატომღაც სიბერეში გადაწყვიტეს კომპიუტერის შესწავლა. ხშირად მოდიან ჩემთან ასაკოვანი ხალხი, რომლებიც მთხოვენ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული წესების შევასწავლო. ახლა რაშია საქმე? ეს ადამიანები, სადაც მიდიან კომპიუტერული კურსების გასავლელად, ყველგან ერთი და იგივე ხვდებათ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა. ახალგაზრდასთან მერხსეჯდომა და გაკვეთილების სწავლა და გაკვეთილების ჩაბარება ხნიერ ადამიანს გარკვეულწილად ეუხერხულება და ამიტომ არჩევენ, რომ ჩემნაირად ინდივიდუალურად მომუშავე ადამიანთან მივიდნენ და მასთან შეისწავლონ. მე გადავწყვიტე და შევპირდი, რომ ჩაუწერდი მათმე ვიდეო გაკვეთილებს, რომელშიც დეტალურად, ზედმეტად დეტალურადაც კი იქნებოდა კომპიუტერის ყველა დეტალის განხილვა და მასთან მუშაობის ელემენტარული წესი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 2-3 წლის წინ კომპიუტერთან ჯდომას და კომპიუტერთან მუშაობას გართობას ეძახდნენ და ტყუილად დროის კარგვას ეძახდნენ, მაგრამ დღეს დაჭირდათ, რომ შეისწავლონ კომპიუტერი. ამიტომ მე მინდა მათ დავეხმარო და ჩემი ვიდეო გაკვეთილები გამოვაქვეყნო Facebook-ზე, გამოვაქვეყნო YouTube-ზე და რამდენჯერაც უნდათ და როცა უნდათ მაშინ ნახონ. ამ კონტინგენტ ხალხში შედიან ძირითადად ამა თუ იმ კომპანიის ტაქსის მცხოვრები, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დარაჯები, ამხსნელები, მასწავლებლები და იმ საპენსიო ასაკის ხალხი, რომლებსაც საჯარო სამსახურში ჯერ კიდევ შემორჩენიათ სამუშაო ადგილი. მაშ ასე დავიწყოთ. კომპიუტერის ძირითად დეტალს წარმოადგენს სისტემური ბლოკი. ამას ზოგი პროცესორს ეძახის, ზოგი кейს ეძახის, სინამდვილეში კი ამას ქართულად ქვია სისტემური ბლოკი. სისტემური ბლოკი შედგება 7 ძირითადი დეტალისაგან და ზუსტად ამ დეტალების ძირითად პარამეტრებზეა დამოკიდებული ჩვენი კომპიუტერი ძლიერი იქნება თუ არ იქნება. მე ვურჩევდი მათ, ვინც ეხლა გადაწყვიტა კომპიუტერის შეძენა, გაითვალისწინონ შემდეგი. თუ ოჯახის წევრი დაკავებულია თამაშებით, კომპიუტერული თამაშებით, მაშინ მან აუცილებლად უნდა არჩიოს ძლიერი სისტემური ბლოკი, რადგან თამაშები მოითხოვს კომპიუტერულ ძალიან დიდ რესურსს. ის ადამიანები, რომელთა ოჯახებშიც მხოლოდ კომპიუტერს იყენებენ საოფისე პროგრამებზე და სოციალური ქსელებისთვის, მათ შეუძლიათ შედარებით სუსტი კომპიუტერით შეიძინონ, რადგან შედარებით სუსტი კომპიუტერიც კარგად უმკლავდება სოციალურ ქსელებს და საოფისე პროგრამებს. როგორც გითხარით, სისტემური ბლოკი შედგება 7 ძირითადი დეტალისაგან. რიგრიგობით გაჩვენებთ. ეს არის ძირითადი პლატა, რომელსაც დედაპლატა ქვია. მაზერს ეძახიან მეორენაირად. აი ამ დედაპლატაზე არის ყველა სხვა დეტალი დამაგრებული და ეს დედაპლატა
აღიქვამს ყველა იმ დეტალს, რომელსაც მასზე დაამაგრებ და ყველას მიუჩენს თავის ადგილს, თავის დანიშნულებას, რომ კომპიუტერმა იმუშაოს ნორმალურად. შემდეგი არის ვიდეოკარტა. ვიდეოკარტა არსებობს კულერით, არსებობს კულერის გარეშე. შემდეგი არის ოპერატიული მეხსიერება. მომდევნო DVD რომი, ესე იგი დისკების გამშვები. ეს არის ვინჩესტერი, მყარი დისკი, რომელზეც იწერება Windows-ი და ამ მყარი დისკის სექტორების მდგომარეობაზეა დამოკიდებული გარკვეულწილად კომპიუტერის სიჩქარე. ეს არის პროცესორი. 775 სოკეტზე პროცესორი, ორბირთვიან კომპიუტერებს ახასიათებთ უფრო ასეთი დეტალები. ეს არის ძირითადი ინფორმაციის გადამხარშავი, რომელიც მიაწვდის ვიდეოკარტას ინფორმაციას, რათა ვიდეოკარტამ თავისწილად გაანათოს ეკრანზე ის ინფორმაცია. ამას მეორენაირად კომპიუტერის ტვინს უწოდებენ, რადგან ძალიან დიდ ფუნქციას ასრულებს კომპიუტერში აი ეს პატარა დეტალი. არ უნდა დავუშვათ ეს დეტალი გადახურდეს. ამიტომ მას უნდა მიუჩინოთ ძალიან კარგი გაგრილება, კარგი კულერი. აი ეს არის პროცესორის კულერი, რომელზეც დამოკიდებულია როგორ გაგრილდება პროცესორი. ჯობია ეს კულერი შევარჩიოთ რაც შეიძლება მრავალი ფრთით და რაც შეიძლება სწრაფი ბრუნვით, რათა ჩვენი კომპიუტერი არ გადახურდეს. ეს რაც შეეხება სისტემური ბლოკის კომპიუტერის იგივე ტექნიკურ მხარეს. ახლა გადავიდეთ პროგრამებზე, რაც მასზე უნდა დადგეს. ყველას ურჩევდი დააყენონ ლიცენზირებული პროგრამები. ეს ცალკეული პროგრამები იქნება თუ ძირითადი ოპერაციული სისტემა Windows-ი იქნება. ლიცენზირებული Windows-ი მუშაობს 100% დატვირთვით. და პლუს ამას მას შესწევს ძალა გაუმკლავდეს ინტერნეტიდან შემოჭრილ მოძალადე პროგრამებს, მავნე ფაილებს. არალიცენზირებული Windows-ი, რომელსაც მეორენაირად Xerox Windows ეძახიან, ის მუშაობს 67% დატვირთვით და არც იზღილა კი აქვს გააქტიურებული, რომელიც დაიცავდა მას შემოჭრილი მავნე პროგრამებისაგან. მაგის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არალიცენზირებული Windows-ი დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ თვითონვე გადაიქცევა ციფრულ, ეგრეთ წოდებულ მავნე პროგრამად. ლიცენზირებული Windows-ი კი შესაძლებელია თუ კი გაუფრთხილდებით და ეტაპობრივად კომპიუტერს გავწმენთ, 1 წელიც კი იმუშაოს ლიცენზირებულმა Windows-მა ისე, რომ არანაირი ჩავარდნა არ ჰქონდეს. პროგრამებსაც ურჩევდი დააყენონ ლიცენზირებული, ესა თუ ის პროგრამა. უბრალოდ Photoshop-იც რომ დააყენოთ, უნდა დააყენოთ ლიცენზირებული Photoshop-ი თავისი key გასაღებით, თავისი ციფრული გასაღებით. რადგან არალიცენზირებული პროგრამები ყოველთვის ზიანს აყენებენ ფიზიკურ დეტალებს. წერა რა დეტალებიც განახეთ, აი ამ დეტალებს არალიცენზირებული პროგრამები ყოველთვის ზიანს აყენებენ და უზღუდავენ მუშაობის ნორმალურ რიტმს. ახლა რაც შეეხება გაწმენდას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენ კომპიუტერთან მუშაობთ და დავინახავთ, რომ ამოვარდა პატარა ფანჯარა ორი ღილაკით, რომელიც გვეკითხება, თანახმა ხართ თუ არა ხართ თანახმა. ჩვენ ხშირად ეს ფანჯარა რო თავიდან მოვიშოროთ,
უცებ ვაკლიკებთ რომელიმე ღილაკს და ფანჯარაც გაქრება. გაითვალისწინეთ, თუ ზუსტად არიცით ეს რა ფანჯარა, რომელი პროგრამის ფანჯარა არის. არასოდეს არ დააკლიკოთ არც თანხმობას, არც უარის ღილაკს. ჯობია ის მოიშოროთ აი ამ წითელი ღილაკით, აი ამ წითელი ჯვრით, ფანჯრის მარჯვენა კუთხეში რომ მდებარეობს. და ეხლა რატო? თუ კი ჩვენ ოკეითი მოვიშორებთ ამ ფანჯარას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მას უფლებას ვაძლევთ შემოვიდეს ჩვენ სისტემაში, დაინსტალირდეს და ჩაიწეროს რეესტრში, რაც შემდეგ უკვე ტვირთად დააწვება ჩვენ კომპიუტერს. თუ მას ჩვენ მოვიშორებთ უარის ღილაკით, მაშინ ეს ფანჯარა მოსვენებას არ მოგცემს და ყოველ 5 წუთში ერთხელ ამოხდება. ამიტომ ჯობია მოიშოროთ აი ამ ღილაკით. სხვა დანარჩენს უკვე გაკვეთილებში გეტყვით. მე გაკვეთილებში ვაპირებ სარკეული დეტალების, აი თუნდაც დედაპლატის, ვიდეო კარტის, აი ამ დეტალების სარკეულად განხილვას. ვისაც სურვილი აქვს, კი ბატონო, იქნება ეს გაკვეთილები Facebook-ზეც, იქნება ეს გაკვეთილები YouTube-ზეც. გეტყოდით, რომ ჯობია გაკვეთილები ნახოთ თანამიმდევრულად, იმიტომ რომ ნუმერაციის მიხედვით გაკვეთილები ისე მექნება დალაგებული, რომ მეორე გაკვეთილი პირველი გაკვეთილიდან გამომდინარეობს და ჯობია ნუმერაციის მიხედვით ნახოთ. გისურვებთ წარმატებას.